მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებ პრობლემების გადაჭრის შესახებ. გქონია როდისმე პრობლემა? ალბათ კი, რადგან ყველას გქონია. ზოგიერთი მათგანი გვასევდიანებს, ზოგი ძალიან გვაბრაზებს, ზოგჯერ იმედ გაცრუებული ან შეცვენებულები ვართ. თუმცა, აქ კარგი ამბავი გვაქვს. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მოვიფიქროთ გამოსავალი, როდესაც რაიმე პრობლემა გვაქვს. ამისთვის კი პირველ რიგში უნდა დავფიქრდეთ, რაშია პრობლემა? ნეტავ რა ხდება? ამის შემდეგ ვიფიქროთ ძალიან ბევრი ვიფიქროთ, თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი და დავფიქრდეთ მათგან საუკეთესოზე. მაგალითად, გადაჭრის ერთ-ერთი გზა არის რიგის დაცვა, ასევე წამზომის დაყენება, გაზიარება, უფროსისთვის დახმარების თხოვნა. არცოდ დაგვავიწყდეს გმადლობ, ბოდიში თუ შეიძლება, ან უბრალოდ შევისვანოთ და სხვა რამეზე ვიფიქროთ. რომელიმე აუცილებლად იმუშავებს მათგან. შეიძლება სულაც უბრალოდ ჩახუტება გჭირდებოდეს. ან მეგობარს თხოვეთ, მეთამაშები? ამის შემდეგ დავფიქრდეთ, ჩვენს მიერ მოფიქრებული გადაჭრის გზა ნამდვილად უსაფრთხოა ყველასთვის? როგორ იგრძნობენ თავს მეგობრები? და შემდეგ ვცადოთ და დავალოდოთ შედეგს. თუ ეს არ გაამართლებს, ამის შემდეგ ვიპოვნოთ სხვა გამოსავალი, რადგან გამოსავალი ყოველთვის არსებობს. თუ კი მაგალითად სათამაშო არ გაგიზიარეს ან წაგართვეს, შეიძლება თავს მარტო სულად გრძნობდე ან სულად იმედ გაცრუებული იყო. ან უბრალოდ დაიკომ ან დამიკომ არ გაგიზიარა თავის სათამაშო, მაგრამ მერე რა? შენ ყოველთვის შეგიძლია გამოსავალი იპოვნო. შეიძლება იმედ გაცრუებული იყო, შეიძლება სულად მარტო თამაში გინდოდეს ან კონდეს განცდა, რომ მათ ძალიან გატკინეს გული. დავიმახსოვროთ, რომ ყოველთვის არსებობს გადაჭრის გზა. პირველი განსაზღვროთ პრობლემა, ამის შემდეგ ვიფიქროთ გამოსავალზე, ვნახოთ ეს გამოსავალი რამდენად კარგია ყველასთვის და გადავიდეთ მოქმედებაზე.